თბილისის მერია პუშკინის ქუჩაზე უძველესი გალავნის აღდგენის ინიციატივით გამოდის. იდეა რომ განხორციელდეს ამისათვის აუცილებელია 15,000 თბილისელის მხარდაჭერა. დედაქალაქში მცხოვრებლებს საშუალება აქვთ აღმოჩენილი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ძეგლის აღდგენის იდეას მხარი დაუჭირონ და საკუთარი მოსაზრებები ვებგვერდზე ჩემი თბილისი კომზე განათავსონ. ახალ ინიციატივაზე დღეს თბილისის მერმა პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დათვალიერების დროს ისაუბრა. მოსახლეობის მხარდაჭერის შემთხვევაში პუშკინის ქუჩაზე შენარჩუნდება ღია სივრცე. გაგაცდება საფეხმავლო ბილიკები, შენობებთან დაკავშირება კი ხიდებით იქნება შესაძლებელი. მოიწყება ტურისტული ინფრასტრუქტურა, პუშკინის ქუჩაზე კი საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი. ბართაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, ხოლო თავისუფლების მოედნიდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად რუსთაველის გამზირიდან, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩის მიმართულებით. არქეოლოგებმა ისტორიული გალავანი მიწისქვენისაგან რამდენიმე კვირა არაა გაათავისუფლეს. გალავანი 110 მეტრის სიგრძისაა, ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია შუა საუკუნეების დროინდელი კერამიკა, მინის ნაწარმი და მონეტები. მე პირადად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, რომ ამას ზევიდან ისევ ბეტონი და ასფალტი დავამაროთ. ამიტომ ესეთი იდეა გვაქვს, რომ ერთის მხრივ კონკრეტული სატრანსპორტო გადაწყვეტა შევთავაზოთ თბილისელებს და მეორეს მხრივ დავიტოვოთ ეს საფეხმავლო, ეს ნაწილი უბრალოდ საფეხმავლო ზონა იმისათვის, რომ თბილისელების უყურები ქალაქის მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა ნახონ ყველაზე ძველი ნაწილი, ეს არის ტიპის კარიბჭე და ეს გალავნის ნაწილი, რომელთაც გარშემორტყმული იყო თბილისიდან. ამისათვის მე როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ჩემი იდეა სწორედ ჩემი იდეა თბილის ესეთი ვებგვერდია და ყველას მოუწოდეთ ამ შემთხვევაში როგორც ისინი თავისი იდეა დატოვოს, ამ ხალხს დაუჭიროს ამ იდეას, ან ეს წინააღმდეგი და საბოლოო ჯამში 15,000 მოგონის შემთხვევაში ეს საკითხი ესეთი მიმართულებით გადაწყვეტა. რასაც ახლა წინა პლანზე ხედავთ, ეს განსაკუთრებით ძველია, შეიძლება იყოს გალავნის მეორე მხარე, ანუ ორ გალავნიან ნაგებობასთან ჰქონდეს საქმე, ან ერთ წანგრევ და მეორე უწევდა წინააღმდეგობას მტერს, მაგრამ ის რაც თქვენ ახლა დონეებს ხედავთ, ეს აშკარად ფიქსირდება 19 საუკუნის რუსული კვალი. ამ შემთხვევაში უკვე შევინარჩუნებთ ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მიმართულებით სამმხრივ მოძრაობია გზას, ანუ პუშკინის ქუჩაზე და ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც სრული ჰქონდათ ბარათაშვილის ან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გადაადგილება, მათ შესაძლებლობა ექნებათ რუსთაველის გამზირიდან ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩებით მოხვდნენ უკვე მარჯვენა სანაპიროზე. ასევე სოლოლაკიდან ასათიანის ქუჩის გავლით აღდგება მოძრაობა მოედნის მიმართულებით.